ნორმაში ადამიანი საკუთარ გულისცემას ვერ გრძნობს, თუ გრძნობს, ამას პალპიტაციას ეძახიან. ადამიანები განსხვავებულად აღწერენ პალპიტაციას, ზოგი ამბობს, რომ გული ჩქარა მიცემს, ზოგი გული ამოვარდნაზე მაქვს, ზოგი გულის გეგონება ყელში მომებჯინა, ზოგი გული მიფართხალებს, ან გულისცემის თითქოს გამოტოვების შეგრძნება მაქვს. სხვადასხვანაირად აღწერენ, რადგან სუბიექტური შეგრძნება შემთხვევები თითქმის 60% საშიში არ არის, უბრალოდ ადამიანებს გული უჩქარდება სხვა მიზეზის გამო, სტრესის, პანიკის, შიშის, ფიზიკური აქტივობის, სიცხის დროს, ინფექციების დროს. რატომ ხდება? იმიტომ რომ სტრესის დროს სტრესული ჰორმონი გამოიყოფა, ადრენალინი გულისცემის სიხშირეს აჩქარებს, მაგრამ 40% შემთხვევაში დაავადებით არის გამოწვეული პალპიტაცია და ამას ასეთ დაავადებებს არითმიებს ეძახიან, რომელიც გულის რითმის დარღვევა არის მთავარი მდგომარეობა ამ დაავადების. გულის რითმია დარღვეული. 20% შემთხვევაში პალპიტაციისა გამოწვეული არის კოფეინით, ყავით, მაგალითად ან ენერგეტიკებით და ზოგ შემთხვევაში ალკოჰოლით, ანუ ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღებაც იწვევს არითმიებს. ასევე კოფეინი სტიმულანტია, ცენტრალურ ნერვულ სისტემას ასტიმულირებს, ამიტომ ყავა გულის აჩქარებას იწვევს, ცნობილი ფაქტია. ასევე ვარჯიში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, ვარჯიშის დროს მეტი სისხლი ჭირდება ორგანიზმს და შესაბამისად გული ჩქარდება. ასევე სიცხე, როცა ადამიანს სიცხე აქვს, ან თუ ცოტა წყალს სვავს, დეჰიდრატაცია ქვია და წამლებიდან მაგალითად ასთმის წამლები, რაცაა ბრონქოდილატატორები, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი ვინც სვავს, ან ნარკოტიკები, მაგალითად კოკაინი, ამფეტამინები გულისცემას მნიშვნელოვნად აჩქარებენ. დაახლოებით პალპიტაციის 10% გამოწვეულია ელექტროლიტების დეფიციტით, მაგალითად კალიუმით და მაგნიუმით, ამიტომ ელექტროლიტების მიღება აუცილებელია გულის ნორმალური მუშაობისთვის. მაგალითად ერთი ბანანი საკმაოდ კარგი წყაროა კალიუმის მთელი დღისთვის და მაგნიუმი კიდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვები დანამატია, რასაც ადამიანები სვამენ ხოლმე, იმიტომ რომ არა მარტო გულისთვის, მთელ ორგანიზმს სტრესის დროს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იხარჯება. ახლა ვთქვათ, როდის უნდა ვინერვიულოთ, რა დროს არის მნიშვნელოვანი პალპიტაცია, რა დროს უნდა წავიდეთ ექიმთან და ყურადღება უნდა მივაქციოთ. პირველი, თუ პალპიტაცია, ანუ ეს გულის აჩქარებები ან ასე შემდეგ, ასოცირებულია გულმკერდის მიდამოში ტკივილთან, განსაკუთრებით თუ ადამიანი 40-ზევით არის ასაკში და თან კიდე აი წნევის გეგონება გულზე რამე აწევსო, ესეთი შეგრძნება თუ აქვს ადამიანს, მაგ დროს შეიძლება გამოწვეული იყოს გულის შეტევით, მიოკარდიუმის ინფარქტით ან სტენოკარდით, ამიტომ აუცილებლად ჭირდება შემდეგი კვლევა. მეორე, თუ პალპიტაცია ასოცირებულია გულის წასვლასთან, გულის წასვლა ყოველთვის საჭიროებს შემდეგ კვლევას, ანუ რატომ მოხდა ყოველთვის საჭიროებს, განსაკუთრებით თუ კი ადამიანს პალპიტაცია ჰქონდა და თან გულის წასვლა, ან გულის წასვლასთან ახლო მდგომარეობა, აი გრძნობა ჰქონდა, რომ ახლა გული წამივა. შემდეგი, თუ კი პალპიტაცია გახანგრძლივებულია და 150-ზე მეტია წუთის განმავლობაში, ანუ ტაქიკარდია ქვია, ამ დროსაც საჭიროებს, იმიტომ რომ სავარაუდოდ არითმია და უნდა დადგინდეს რომელი არითმია. მეოთხე, თუ კი პალპიტაცია გრძელდება საათების ან დღეების განმავლობაში, ესეც სავარაუდოდ მაღალი ალბათობით შეიძლება მოციმციმე არითმია იყოს და საჭიროებს შემდეგ კვლევას და თუ კი ადამიანს აქვს უკვე გულის დაავადება, ანუ მისთვის ცნობილია, რომ ან ინფარქტი ჰქონდა, ან კარდიომიოპათია აქვს, ან გულის სარქლების დაავადება აქვს და ამ დროს თუ ემართება პალპიტაცია, აუცილებლად საჭიროებს შემდეგ კვლევას. და ბოლოს, თუ კი პალპიტაცია განვითარდა, უეცრად პროვოკაციის გარეშე, ანუ
ვერ იტყვის ადამიანი ვინერვიულია და იმიტომ ყავა დავლია და იმიტომ ან ალკოჰოლი დავლია და იმიტომ პირდაპირ თუ განვითარდა, ეგეც ერთ-ერთი ნიშანია, რომ დამატებითი კვლევა ჭირდება, რადგან რისკია, რომ იყოს არითმია. როცა არითმიებზე მიდის საქმე, მოკლედ 70-დან 80% შემთხვევაში, როცა პალპიტაციები აქვს ადამიანს, ეს არის გულის ნაადრევი შეკუმშვები ქვია ამას, შეიძლება იყოს წინაგულოვანი ან პარკუჭოვანი. ეგენი არ არის ოღონდ ყველაზე ხშირი არითმია, ყველაზე ხშირი არითმია არის მოციმციმე არითმია, მაგრამ პალპიტაციის ყველაზე ხშირი მიზეზია ნაადრევი შეკუმშვები. ეგ არის რომ გულს აქვს თავის რიტმი და ზოგჯერ შეკუმშვის სიგნალი, რომ აი გულო შეიკუმშე, ხო, წარმოიქმნება უფრო ადრე, ვიდრე უნდა წარმოიქმნებოდეს და ამას ეძახენ ნაადრევ შეკუმშვას. და იმის მიხედვით წარმოიქმნება წინაგულებში წარმოიქმნება თუ პარკუჭში წარმოიქმნება, ანუ გულის ზედა ნაწილში წარმოიქმნება თუ ქვედა ნაწილში წარმოიქმნება, მაგის მიხედვით ამბობენ წინაგულოვანი არის თუ ზედა ნაწილში წარმოიქმნება სიგნალი, რომ გულო შეიკუმშე, თუ კი ქვედა ნაწილში წარმოიქმნება, მაშინ პარკუჭოვანია და რას გრძნობთ? ადამიანები გრძნობენ გულის რიტმის თითქოს გამოტოვებას. რატო? იმიტომ რომ როცა ნაადრევად გული დაუგეგმავად შეიკუმშება, სანამ მოვა შემდეგი შეკუმშვა, აი ამ დროს გრძნობს ადამიანი და თუ პარკუჭოვანია, მით უმეტეს პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია ქვია, როცა ამ შემთხვევაში ნაადრევად შეიკუმშა გული და გაჩნდება პაუზა, სანამ შემდეგი გულის ცემა დადგება და ამას ეძახიან კომპენსატორულ პაუზას და ამ პაუზას გრძნობს ადამიანი და იტყვის, რომ აი თითქოს გული გაჩერდა და მერე ისევ ახლენ იწყებს ფეთქვას, ამას გრძნობს ადამიანი. როგორც წესი, არც ერთი და არც მეორე საშიში არ არის, როგორც წესი. თუ წინაგულოვანი ნაადრევი შეკუმშვებია, მაშინ რისკი არის, რომ შეიძლება მოციმციმე არითმია განვითარდეს, ანუ არითმიის განვითარების რისკია, ამიტომ ყურადღება უნდა მაინც, ამიტომა მაინც დაავადება, რომ შეიძლება განვითარდეს მოციმციმე არითმია, უფრო რთულ არითმიაში გადავიდეს და მეორე თუ პარკუჭოვანია, პარკუჭოვანი პარკუჭში თუ წარმოიქმნება ეს სიგნალი და ისე ხდება ნაადრევი შეკუმშვა, მაშინ რისკია, რომ შეიძლება კარდიომიოპათია განვითარდეს, ან გულის უკმარისობა განვითარდეს, თუ მნიშვნელოვნად აქვს ეს სიმპტომები ადამიანს. ამიტომ ყურადღება მოკლედ ორივე სჭირდება, თუმცა წინაგულოვანი თუ არის უფრო უსაფრთხოა, ზოგადად და მრავალ შემთხვევაში მკურნალობას არ საჭიროებს, თუმცა ყურადღება ჭირდება. თუ პარკუჭოვანია, ასევე მრავალ შემთხვევაში უსაფრთხოა, მაგრამ ყურადღებას მაინც საჭიროებს და ზოგჯერ მკურნალობაც სჭირდება. რისი გაკეთებაც შეუძლია მარტივად ადამიანმა, ყავა უნდა შეამციროს, ალკოჰოლი შეამციროს, სტრესი შეამციროს, იმიტომ რომ ხშირად მაპროვოცირებელი ამ არითმიების არის ზუსტად ესენი. მკურნალობისთვის გამოიყენებენ ხოლმე ბეტა ბლოკერებს მაგალითად და არითმიის წამლები, ანტიარითმიულ წამლებს ეძახიან და მკურნალობას ექვემდებარება კარგად ეს ორივე არითმია. შემდეგი მესამე ყველაზე ხშირი დაავადება, რომელიც ამ პალპიტაციებს იწვევს, არის წინაგულოვანი ფიბრილაცია, იგივე მოციმციმე არითმია. მოციმციმე არითმია ყველაზე ხშირი არითმია, მნიშვნელოვანი არითმია, იმიტომ რომ ერთი რომ ასაკთან ერთად ძალიან დრამატულად იმატებს რისკი, რომ ეს არითმია დაემართოს ადამიანს და მეორე რომ ასოცირებული არის თავის ტვინში თრომბის წარმოქმნასთან და თრომბის გაჭედვასთან და მე ამას ჩვენ ხედავთ როგორც ინსულტს, ანუ ინსულტთან არის ასოცირებული და თრომბებთან ორგანიზმში, მაგალითად ნაწლავის ინფარქტთანაც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მოციმციმე არითმიის იდენტიფიცირება, ამიტომ თუ ადამიანს აქვს, განსაკუთრებით ადამიანს აქვს შეგრძნება აი გულის ფართხალივით, შეიძლება გულით ჩქარა ცემდეს და აი გულის აჩქარებების ეპიზოდი მაქვს, შეიძლება თქვას ადამიანმა, განსაკუთრებით ასაკში ძალიან დიდი რისკია. მაგალითად, ზოგადად ცხოვრებისეულად ზოგადად პოპულაციაში 1%-ია, 1%-ს აქვს პოპულაციის წინაგულების ფიბრილაცია, იგივე მოციმციმე არითმია, მაგრამ 80 წლის ასაკისთვის უკვე ყოველ მე-10 ადამიანს აქვს, ანუ 10%-ს, ანუ ასაკთან ერთად მნიშვნელოვნად იმატებს.
ხო, აზრი რა არის, რომ წინაგულებში წარმოიქმნება არა თანაბრად და არა ორგანიზებული ელექტრული სიგნალები და იმის ნაცვლად, რომ ეს თანაბარი მოწესრიგებული ელექტრული სიგნალებით გული დაემორჩილოს, ამ სიგნალებს აგზავნის წინაგული არარეგულარულს და სუსტს მათ შორის და გული იკუმშება ჩქარა, წინაგული არ იკუმშება საკმარისად, წინაგულში გროვდება სისხლი, ეს სისხლი მერე გარდაიქმნება თრომბად და ეს თრომბი არის საშიში, თრომბი შეიძლება მოწყდეს და სადმე გაიჭედოს, წავიდეს სხეულში, იმოგზაუროს და სადმე გაიჭედოს და ეგ არის ძალიან დიდი პრობლემა. წინაგულოვანი ფიბრილაციის მთავარი მიზეზები არის ხოლმე მაგალითად ჰიპერტენზია, მაღალი წნევა, ალკოჰოლი, სტრესი, გულის სტრუქტურული დარღვევები, ჰიპერთიროიდიზმი, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, განსაკუთრებით თუ აქვს მომატებული ფუნქცია თუ აქვს ფარისებრი ჯირკვალს, ჭარბიწონა, სიმსუქნე, მოწევა, ალკოჰოლი, კოფეინი, მოკლედ ბევრი რისკ ფაქტორი აქვს წინაგულების ფიბრილაციას და მნიშვნელოვანია ძალიან, ანუ ამას ყურადღების გამახვილება ჭირდება, უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, რადგან 5-ჯერ ზრდის ინსულტის რისკს წინაგულების ფიბრილაცია. ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არითმია. შემდეგი არითმია არის სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია. სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, როგორ პალპიტაციას იწვევს, გულისცემის აჩქარებას იწვევს მნიშვნელოვნად და ამას ადამიანი გრძნობს, უმეტესად ახალგაზრდებში არის ხოლმე, ქალებში და აი მიზეზის გარეშე 150 გულისცემა წუთის განმავლობაში შეიძლება 250-მდე წავიდეს, ანუ ძალიან მაღალი სიხშირით რა, მოკლედ გულისცემს, მიზეზის გარეშე იწყება, შეიძლება გაგრძელდეს წამების განმავლობაში, შეიძლება გაგრძელდეს წუთები ან საათები, ზოგჯერ და ადამიანში დისკომფორტს იწვევს, შიშის გრძნობას, ზოგ შემთხვევაში პანიკურ შეტევას, ანუ ადამიანს ეშინია და ამიტომ საკმაოდ არა სასიამოვნო მდგომარეობაა, მოკლედ შესაძლებელია მისი მკურნალობაც, ვაგალური მანევრი არსებობს მაგალითად და მისი მკურნალობა შესაძლებელია. საშიში ზოგადად არ არის, მაგრამ თუ გახანგრძლივ და მაშინ კარდიომიოპათია შეიძლება გამოიწვიოს, გულის დაავადება, ამიტომ ყურადღება აქაც სჭირდება. იშვიათ შემთხვევაში გულის უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს. ასევე ტაქიკარდია შეიძლება გამოიწვიოს დაავადებებმა, მაგალითად აი ჩვეულებრივი სიცხე აქვს ადამიანს, ინფექცია აქვს და მაგან გამოიწვიოს სტრესმა, ვარჯიშმა, ჩვეულებრივი ამბავია და ვენტრიკულური ტაქიკარდია კიდე მნიშვნელოვანი, როცა პარკუჭიდან ინიცირება ხდება მოკლედ სიგნალების და ჩქარა იკუმშება, იმიტომ რომ შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს ადამიანისთვის, ამიტომ ჭირდება ასევე ტაქიკარდიებს ყურადღება ჭირდება, გამოკვლევა ჭირდება რისგან არის, განსაკუთრებით ადამიანს თუ მანამდე ქონდა გულის დაავადებები, ეგ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეგ უეცარი სიკვდილის რისკს ზრდის ადამიანებში. ამიტომ თუ კი ამ პალპიტაციას გრძნობს ადამიანი, რომელსაც უკვე გულის დაავადებები აქვს, აუცილებლად ჭირდება ყურადღება, აუცილებლად ჭირდება მკურნალობა. აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.